გაგიბრუნდით გადაცემით ჯამთელი დილა, როგორც ყოველთვის ყოველ ოთხშაბათს ამ დროს ძალიან საინტერესო თემებით შემოგვერთდებიან კლინიკამზიური მედის ექიმები. ამჟამად ჩვენი სტუმარია ბავშვთა ნევროლოგი, მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი გვანცა არველაძე. ქალბატონო გვანცა, მოგესალმებით. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. და რაც შეეხება საუბრის თემას, დღეს ვისაუბრებთ ბავშვთა ნევროლოგიურ პრობლემებზე და მოდით უპირველეს ყოვლისა ვთქვათ თუ რას მოიცავს ეს პრობლემები, ანუ ბავშვთა ნევროლოგია და შემდეგ რა საკიდან იწყება და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოგეხსენებათ ბავშვთა ნევროლოგიურ პრობლემებში მოისაზღვრება ძალიან ბევრი სხვადასხვა მდგომარეობა, თუმცა რო განსაზღვროთ დეფინიცია, ცენტრალური ნერვული სისტემა და პერიფერიული ნერვული სისტემას აქვს უდიდესი როლი ნებისმიერი ფუნქციის, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში და თავის ტვინის თითეული ნაწილი პასუხისმგებელია ჩვენს ყოველდღიურ, თქვათ, ცხოველმყოფლობაზე. რაც შეეხება თვითონ ნევროლოგიურ დარღვევებს, ნევროლოგიურ დარღვევებიდან დავიწყებდი, ვთქვათ, ნერვული სისტემის განვითარებას, როგორც აღვნიშნეთ, იწყება მუცლადყოფნის პერიოდში და ამ პერიოდს აქვს უდიდესი მნიშვნელობა და გამოვყოფდი ენცეფალოპათიებს, ანუ მდგომარეობებს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის დიფუზური დაზიანება და სხვადასხვა ფუნქციური დეფექტი. ენცეფალოპათია ეს არის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ფაქტორებით, აი მაგალითად მუცლადყოფნის პერიოდში, რომელსაც ვეძახით ანტენატალურ პერიოდს, მშობიარობის დროს, პერინატალური ან პოსტნატალური დაბადების შემდგომ პერიოდში და გააჩნია უბანს თუ სად მოხდება დაზიანება და იმის მიხედვით შეიძლება გამოვლინდეს ისეთი დარღვევები, როგორიც არის მაგალითად მოტორული სისტემის დარღვევა, შეიძლება იყოს კოგნიტური სისტემის, მეტყველების, განვითარების დარღვევები, სხვადასხვა დაავადებები. ამიტომ მინდა აღვნიშნო, რომ აი ამ პერიოდს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ. აქაც დამოკიდებულია, ვთქვათ, შედეგი შესაძლოა ენცეფალოპათია იყოფა სამ ნაწილად, ეს არის მსუბუქი, საშუალო და მძიმე. მსუბუქის შემთხვევაში თუ 48 საათში ისეთი ნიშნები, როგორც რაც ახასიათებს ენცეფალოპათიას, ეს არის მაგალითად ცნობიერების შეცვლა, ეს არის ტონუსის ცვლილებები, შეიძლება იყოს სუნთქვის რითმის დარღვევა, გულყრა, რომელიც უკვე დამახასიათებელია საშუალო და მძიმე ფორმებისთვის. მსუბუქი ფორმის დროს თუ პირველ 48 საათში ჩვენ აგვილაგდა ეს სიმპტომები, შესაძლოა აბსოლუტურად ჯანსაღად გამოვიდეს ბავშვი და არ მოგვცეს რაიმე, ვთქვათ, გართულებები. მაგრამ ამ მდგომარეობის შემდგომ შეიძლება განვითარდეს ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევა, მაგალითად მოტორული განვითარებაზე ვისაუბროთ. მოტორული სისტემა ეს არის სხვილი და ნატიფი მოტორიკა, როგორიც არის მაგალითად ბავშვთა ცერებრული დამბლა, ხო? რომლის მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპერბილირუბინემია, ჰემოლიზური დაავადება, დედის ინფექციები, დედის დაავადება, ან თვითონ მშობიარობის პერიოდში, ან დაბადების შემდგომ ისეთი ინფექცია, რომელიც იწვევს უშუალოდ თავის ტვინის დაზიანებას. ამიტომ თვითონ ცნება ნერვული სისტემა და ნევროლოგიური დარღვევები არის ძალიან ფართე და ძალიან დიდი, მაგრამ ჩვენ გამოვყოთ და ვისაუბროთ კონკრეტულად, რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება. უპირველეს ყოვლისა ეს არის განვითარება, განვითარების ეტაპები, უნდა მიყვებოდეს და უნდა ექვემდებარებოდეს როგორც მოტორული, ასევე სამეტყველო, ასევე კოგნიტური სფერო, თუ მშობელმა შენიშნა გარკვეული სირთულეები, ეს აუცილებელია მივმართოთ ექიმს და ბავშვთა ცერებრული დამბლის შემთხვევაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ ადრეული გამოვლენა, ხო? რა თქმა უნდა, ადრე უკვე იყო, რომ აი წლამდე ესე განისაზღვრებოდა, ძალიან რთულია დიაგნოზის დასმა, თუმცა ეხლანდელი ახალი მიდგომებით ძალიან ადრევე ხდება მისი ზუსტი დიაგნოსტირება და მუშაობა რა ხდება ამ დროს, ხო? ამ დროს თავის ტვინის გარკვეულმა უბანმა დაკარგა კონტროლი პოზაზე, ტონუსზე და შესაბამისად ვითარდება ფუნქცია. დიახ, თავის ტვინიდან, თქვათ, ბავშვთა ცერებრული დამბლის დროს არ ხდება მაკონტროლებელი, კუნთამდე არ მიდის შესაბამისი გზა და ამ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს, თქვათ, სპასტიურობა, ტონუსის მატება,
შეიძლება იყოს დისკინეზიური ფორმა, შეიძლება იყოს ატაქსიური ფორმა გააჩნია, სად გვაქვს დარღვევა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ქალბატონებისთვის, დედებისთვის, რომლებიც გეგმავენ ბავშვების, ვთქვათ, გაჩენას, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გახლავთ ეს მუცლადყოფნის პერიოდი და ამ პერიოდში უნდა იყოს დედა გამოკვლეული, შემოწმებული, ასევე უნდა იყოს მისი უსაფრთხოება ძალიან მაღალ დონეზე დაცული. ეს ერთ-ერთი საუკეთესო პრევენცია. ეს არის პრევენცია, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ეს რაც შეეხება დავუშვათ კონკრეტულად სერებულ დამბლას, თუმცა შემდგომაც, ანუ თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა დროული გამოვლინება და რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაბილიტაცია. თუმცა ამის გარდა დავუშვათ უკვე თუნდაც ბაღის ასაკში, რომ ავიღოთ ესე რაღაც ასაკობრივ ჯგუფებად მინდა დავყოთ, ხო? არის რაღაც გარკვეული პრობლემები, რომლებიც თავს იჩენ შემდგომ. ხო, ანუ რა პრობლემებია დავუშვათ ეს და ამ შემთხვევაში რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ ხდება შემდეგ დაძლევა. კი ბატონო. ეს უფრო მეტად თქვათ ადრეულ სკოლამდელ პერიოდში ჩვენ შეიძლება შევხვდეთ ისეთ პრობლემებს, როგორც არის ქცევის დარღვევა, განვითარების დარღვევა, ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიობის სინდრომი, რომელიც კონკრეტულად თავს იჩენს უფრო მეტად აი საბავშვო ბაღში და საბავშვო ბაღის ასაკში და ასევე აუტისტური სპექტრი შეიძლება ცოტა ადრეც გამოვლინდეს, მაგრამ მოგვიანებით ასაკშიც შეიძლება იყოს შემჩნეული როგორც ბაღის პედაგოგის, ასევე მშობლის მხრიდან. ესეც შეიძლება ეს არის მდგომარეობები, რომ შესაძლოა ერთ-ერთ ფაქტორად განიხილება, ვთქვათ, თავის ტვინის დაზიანება, მოგეხსენებათ აღვნიშნეთ, რომ თავის ტვინი პასუხისმგებელი არის ამ ფუნქციებზე და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მის განვითარებაში და თუ ჩვენ გადავალთ, რაც დღეს გვაქვს ძალიან ხშირად ეს არის მეტყველების დარღვევები, მოტორული განვითარების დარღვევები, ასევე ქცევის დარღვევები და განსაკუთრებით ხშირია და განსაკუთრებით აი განვითარების დარღვევებს შორის არის ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიობის სინდრომი, რომელიც დაახლოებით გახლავთ თქვათ 10% აი ამ განვითარების დარღვევებს შორის გამოიხატება ჰიპერაქტიობით, იმპულსურობით, კონცენტრაციის სირთულეებით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, განსაკუთრებით თავს იჩენს უკვე, როდესაც ბავშვს აქვს გარკვეული ვალდებულება, აი მაგალითად საბავშვო ბაღში აქტივობაში ჩართვა, ჯდომის წესის დაცვა, შესაძლოა მშობელმა სახლში ეს აღიქვას როგორც სიცალქე, მაგრამ უკვე საბავშვო ბაღში ეს არის შესამჩნევი მასწავლებლისთვის განსაკუთრებით, რადგანაც ბავშვს არ შეუძლია გარკვეული კონტროლი, მისი ქმედების კონტროლი, აქაც შუბლის აი ქერქი, ფრონტალური ქერქი არის პასუხისგებელი, ანუ როდესაც ხდება სენსორულად მიღება გარკვეული ინფორმაციის პასუხის გამომუშავების შემთხვევაში იქ არის თქვათ გარკვეული ტიპის ცვლილებები და ვერ ახდენს ამის კონტროლს. ძალიან ხშირად არის რომ ამას აწერენ თქვათ არასწორ აღზრდას, ამ ქცევის დარღვევას, თქვათ იქცევა ცუდად, ესე არ არის, ეს განპირობებული, იმიტომ რომ მას უჭერს მაკონტროლებელი მექანიზმები და მას ჭირდება გარკვეული ტიპის დახმარება, მოტორული და გონებრივი, კოგნიტორი და სამეტყველო სფეროს დარღვევებზე და ასევე განვითარებაზე უნდა მივაქციოთ ყურადღება და გავამახვილოთ, შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება. დიახ, და აი რაც შეეხება ნევროლოგიურ პრობლემებს ბავშვებში, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით შეგვიძლია ვისაუბროთ და ძალიან ბევრია და მაინც მინდა ძირითადი აქცენტები გამოვყოთ, აი რაც განსაკუთრებით მშობლებს გვაინტერესებს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ცვლილებები მიმდინარეობს ორგანიზმში, როდესაც უკვე იწყება პირველი პუბერტატიული პერიოდი. რა თქმა უნდა, ეს ნევროლოგიაზეც გარკვეულ შემთხვევებში ნერვულ სისტემაზე შეიძლება ასე თქვას მოქმედებს და არიან ბავშვები, რომლებსაც რთულად გადააქვთ ეს პერიოდი. აი, ამ შემთხვევაში აქ რა უნდა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ, როგორ დავეხმაროთ, თუნდაც მოდის აგრესია, ხო, აი ძალიან არის კი ნამდვილად. არის კი გამოხატული და აი ამ შემთხვევაში აგრესია ოჯახის წევრების და უპირველეს ყოვლისა მშობლების მიმართ ამით იწყება ხოლმე ეს პრობლემა. ეს პერიოდი რა თქმა უნდა თავისთავად განიხილება როგორც რთულ პერიოდად, მოგეხსენებათ ჰორმონულ დონეზე არის ცვლილებები და ეს განაპირობებს თქვათ აი ამ ცვლილებას და ახასიათებს უმრავლეს ბავშვებს ეს გააჩნია თქვათ ტემპერამენტი როგორია ბავშვის ეს ხასიათობრივი ქცევის ცვლილებები, მაგრამ თუ ეს გადადის როგორც თქვით და როგორც აღნიშნეთ უკვე აგრესიაში, ამას უკვე ნამდვილად ჭირდება თქვათ დახმარება
როგორც ფსიქოლოგის, ნევროლოგის თუ შესაძლოა თქვა გააჩნია ფორმას საჭირო იყოს ფსიქიატრის კონსულტაციაც, რადგანაც ანუ ეს შესაძლოა განპირობებული იყოს არა თქვა გარკვეულწილად რაღაცა დაავადებით, არამედ იმიტომ რომ ვერ ახდენს ამ ემოციის მართვას, ვერ ახდენს მშობელს ძალიან ხშირად უჭერს ამის გაგება, ძალიან რთულია ამის გაგება, როდესაც თქვა ეს აგრესია როგორ ვლინდება, ხო, ძირითადად ნივთის სროლით, ამ პირიქით თუ უფრო მძიმე ფორმაა, თქვა ხელით შეხებით, სიტყვიერი შეურაცხყოფით, რომელიც ძალიან რთულია, რომ დედამ და მამამ მიიღოს და მშვიდად შეხვდეს. თუმცა რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე გახლავთ ის, რომ აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ და აუხსნათ, რომ ეს არ არის მისაღების აქციელი, მაგრამ საპასუხო იმ დროს აფექტურ პერიოდში, როდესაც არის ბავშვი, საპასუხოდ მშობელმა უნდა ეცადოს, რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე. თუ არა აგრესიით, არა აგრესიით, ეს უფრო მეტად ამწვავებს ამ მდგომარეობას. ნუ თუ უკვე ხედავთ, რომ ვერთვებით, ვერებით, მე უკვე ალბათ სპეციალისტის დახმარებაა საჭირო და ძირითადად ამის მიზეზი გახლავთ ემოციის უკონტროლობა, ვერ გაგება, ვთქვათ, მშობლის მხრიდან ან სხვა ადამიანების მხრიდან სოციალური ფაქტორები, აი სკოლაში სტრესი, ტრამვა, ან შეიძლება იყოს გადაღლა, რომელიც ახასიათებს, ვთქვათ, ამ ასაკს, თინეიჯერულ ასაკს, განსაკუთრებით აი სწავლების მოთხოვნები საკმაოდ მაღალია და ძალიან იტვირთებიან და იღლებიან ბავშვები. და რაც შეეხება შესაძლებელია თუ არა მიშვების პროცესი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მშობლები ამბობენ, რომ აი მივუშვებ და შემდეგ თავად დარეგულირდება. რა სიტყვით ამასთან? იცით რა, აი ესე მთლიანად მიშვების პროცესს არ ვეთანხმებით და არ ეთანხმება არც სამედიცინო სფერო, თქვა ფსიქოლოგები, რადგანაც აქაც უკვე ვითარდება მეორე ფაქტორი, რომ როდესაც მშობელი არ მაქცევს ყურადღებას, არ მაინტერესებს, ანუ პასიური მშობელი ქვია ამას, ოჯახში აღზრდის ტიპებიც არის ესე და გამოყოფილი არის, თქვა ძალიან მკაცრი ტიპი, ან ტიპი, რომელიც თქვა არ ინტერესდება ბავშვის ცხოვრებით, აი აქ კიდე უფრო მეტად არის მისი აგრესია შეიძლება უფრო მეტად გამოიწვიოს ამ ყველაფერმა, რადგანაც თქვათ უკვე აღიქვამს, რომ არ არის მისთვის საინტერესო მშობლისთვის საინტერესო მოგეხსენებათ მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ესეთი აგრესია შეიძლება იყოს როგორც რა ვიცი, ყველანაირი, მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშობელი და მისი აზრი ბავშვისთვის. კი ბატონო. და ისე მინდა მივუბრუნდე გამომწვევ მიზეზებს, ან მცირე პატარა ასაკში, თავშეთ თუნდაც სკოლამდელ ასაკში, ჩვილობის ასაკში, ინფექციები განაპირობებს თუ არა ნერვოლოგიურ პრობლემებს. რა თქმა უნდა, თავის ტვინის ინფექციები პოსტნატალურ პერიოდში, ან დაბადების შემდგომ პერიოდში, ვთქვათ, ჩვილებში, ან ახალშობილებში, ეს არის მენინგიტი და ენცეფალიტი. მენინგიტი გახლავს თავის ტვინის მენინგიალური გარსების ანთება, ენცეფალიტი ეს არის თავის ტვინის თვითონ ქსოვილის ანთება. ამის გადატანის შემდგომ ჯერ თავად მდგომარეობაც არის ძალიან საყურადღებო და იმ პერიოდში არის პაციენტის სამკურნალო და რა თქმა უნდა, ვთქვათ, რომ ავირიდოთ თავი ლეტალობისგან, მიუხედავად იმისა, რომ არის ანტიბიოტიკების ერა, ძალიან მაღალ განვითარებადი სერვისები, მაინც ეს მდგომარეობები, რაც თქვენ აღნიშნეთ, ინფექციები საყურადღებო მდგომარეობებია და ამის, ვთქვათ, გადატანის შემდგომ შესაძლოა მოხდეს აქაც გარკვეული უბნის დაზიანება ან ცვლილებმა, რომელმაც სამომავლოდ მოგვცეს სხვადასხვა სახის დარღვევები. ანუ როგორც აღნიშნეთ, თითო პატარა უბანი პასუხისმგებელია მაგალითად მეტყველებაზე, წერაზე, მოძრაობაზე, მოტორიკაზე და გააჩნია ვთქვათ, რა დონეზე მოხდება დაზიანება. ზოგჯერ ხდება ისე, რომ საერთოდ არანაირი ცვლილება არ რჩება, ისე გაივლის და ისე აღდგება, ბავშვი უბრუნდება აბსოლუტურად საწყის მდგომარეობას, მაგრამ თუ ეს არის დიფუზური, მძიმე, არ მოხდა დროული ჩართულობა და გვიან დამკურნალობის ეტაპი, ეს იწვევს თავის ტვინის ქსოვილის დაზიანებას, ვთქვათ, გლიოზური კერები, ატროფიული კერები და ეს უკვე შეცვლილი თავის ტვინი ვეღარ არეგულირებს იმ ფუნქციას, ვთქვათ, როგორც იყო სანამ მოხდებოდა ესა თუ ის ტიპის დარღვევა. დიახ, როდესაც ამ დარღვევებზე ვსაუბრობთ დაუშვათ და დაავადებებზე, რა თქმა უნდა, გარკვეულ შემთხვევებში მიზანშეწონილია მედიკამენტებით მკურნალობა, გარკვეულ შემთხვევაში რეაბილიტაციის პროცესი და ეს არის გრძელვადიანი. თუმცა
მაინც საინტერესო არის თანამედროვე მიდგომები, აი დავუშვათ თვალი რო გადავავლოთ წინა წლებს და ეხლანდელი დედლაინი შეიცვალა თუ არა და როგორია თანამედროვე მიდგომა და აი სიახლეები ბავშვთა ნევროლოგიაში ზოგადად. ბავშვთა ნევროლოგიაში სიახლეები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სიახლეა, ძალიან ბევრი, თქვათ, მოლოდინი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ბავშვთა ნევროლოგიაში ასევე გახლავთ ესეთი ქრონიკული დაავადებები, ხო, როგორც არის ნერვკუნთოვანი დაავადებები, გენეტიკური დაავადებები, რომლის მკურნალობის მეთოდები სამწუხაროდ ძალიან ბევრ შემთხვევაში ჯერჯერობით არ არის. თუმცა აი რევოლუცია ხდება და მიმდინარეობს და უკვე ძალიან ბევრი მიმართულებით ეს იქნება დიუშენი, კუნთოვანი, სპინალური ატროფია თუ ესე შემდგომ ძალიან ბევრი მედიკამენტი არის კვლევის ფაზაში, უკვე არის გამოსული და ესეთი ძალიან მოხარულები ვართ, რომ ესეთ პაციენტებს, რომელსაც ჭირდება, რომელსაც დაავადებები არის, ვთქვათ, იყო რა გარკვეულწილად იწოდა ინვალიდობას ან სიცოცხლესთან შეუთავსებლობას, აქვს შანსები, რომ რაღაცნაირად ადაპტირდნენ, გამოჯამთელდნენ, ან იყვნენ, ვთქვათ, ადაპტირებული გარემოში, ხო? ეს არის რა თქმა უნდა. რაც შეეხება თვითონ მოტორულ განვითარებებს, აი როგორც აღვნიშნეთ, მაგალითად, აი მოტორული ფუნქციები თუ ადრე არ ხდებოდა მისი დიაგნოსტიკა და წლამდე, 8 თვემდე, ეხა ძალიან ადრეულ ასაკში და აქაც არის ძალიან დიდი მიღწევები, როდესაც ჩვენ უყურებთ შედეგებს, ანუ ადრე დაწყებული რეაბილიტაციის კურსი რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, გადაადგილებისთვის, გონებრივ. რაც შეეხება, ვთქვათ, იმ განვითარების დარღვევებს, კიდევ უფრო მეტად მინდა გამოვყო ეს მიმართულება, ეს იქნება აუტიზმი, მეტყველების დარღვევა, ყურადღების დეფიციტი თუ ასე შემდგომ. აქ საერთოდ რამდენიმე წლის წინ არ არსებობდა ესეთი დიაგნოზები და არ იყო ესე ჩაშლილი, ხო, მოგეხსენებათ ახლა რამდენად ჩაშლილია, როგორი დიდი ყურადღება ექცევა და აქაც რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ნეიროგანვითარების ცენტრებს, სხვადასხვა აბილიტაცია, რეაბილიტაციის ცენტრებს. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამაა, აფინანსებს სახელმწიფო ამ აბილიტაცია, რეაბილიტაციის პროგრამებს, ძალიან ბევრი ცენტრია ჩართული, კიდევ ბევრი ბავშვია, ვთქვათ, მომლოდინთა სიაში, რომელსაც ესაჭიროება დროული ჩართულობა, იმიტომ რომ თითეული წინწასული პატარა ფუნქცია მისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ეს იქნება ვთქვათ გადაადგილება, კითხვა, მშობლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს და აი მუშაობის შემდგომ, რა თქმა უნდა, გააჩნია კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ დაზიანების დონეს, არის რომ იხსნება დიაგნოზები და აბსოლუტურად ჩვეულებრივად აგრძელებენ თქვათ საქმიანობას, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გაუმჯობესება და ესე რომ, რა ვიცი, მედიცინა ვითარდება ასევე ნევროლოგიური მიმართულებით და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ძალიან ბევრი სიახლეა და კიდევ იგეგმება, ძალიან ბევრი რამე არის მომლოდინი. That's right, საინტერესოა ზოგადად, რომ გადავალოთ თვალის სტატისტიკას, რაც შეეხება ბავშვთა ნევროლოგიურ პრობლემებს. ანუ თანამედროვე ცხოვრებაში რამდენად არის ეს ასე გამოკვეთილი და თვითონ პროცენტული მაჩვენებელი მატულობს თუ არა, თუ მატულობს, დაუშვათ გამოვლენის ხარჯია, იმიტომ რომ ადრე დაუშვათ წლების წინ იმდენად არ იყო, ხო, გამოვლენილი. არა იმიტომ, რომ დაუშვათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს არ შეეძლოთ, უბრალოდ თუნდაც მიმართვიანობა არ იყო, ხო? აი სტატისტიკა როგორია, დინამიკა როგორია. აი სტატისტიკა ეხა მაგალითად გააჩნია მიმართულებებს, ხო? ვთქვათ, გააჩნია მიმართულებებს, აი გენეტიკური დეგენერაციული დემიელინიზაციური დაავადებები ამას ახასიათებს თავისი, ვთქვათ, პროცენტული გადანაწილება, ხო? გამოვლენაც სიხშირეც, აი შეიძლება იყოს 1-10,000. ამათი ცვლილება, რა თქმა უნდა, არ არის. რაც შეეხება განვითარების დარღვევას, რა თქმა უნდა, ჩვენ აღვნიშნავთ, რომ არის მატება ამ მიმართულებით, თუმცა აი რასაც ჩვენ გადავხედავთ, რაც არის up to date-ში, რაც კვლევები გვაძლევს ინფორმაციას, რომ რა თქმა უნდა დიაგნოსტიკაც გაძლიერებულია და დიაგნოსტიკის შედეგადაც არის ის, რომ ვთქვათ, ამ მიმართულებით ჩვენ ვახდენთ ამ დაავადებების დიფერენციაციას, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ აი მეტყველების დარღვევები არის ძალიან მკვეთრად წამოსული. რა თქმა უნდა, გაჯეტი, ეკრანი ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, რომ არ იწვევს აუტიზმს
არ იწვევს დაავადებას, მაგრამ მეტყველებას აფერხებს ორჯერ თითქმის და 1.5-ჯერ, ამიტომ არის რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვთან არ უნდა იყოს გამოყენებული ეკრანი. სხვა დაავადებებს აი სტატისტიკურად ვთქვათ თუ გადავხედავთ ბავშვთა ცერებრულ დამბლას, ან მოტორულ განვითარებას, მანამდე აი ვთქვათ რამდენიმე ათეული წლის წინ თუ ვერ ხდებოდა ამ პატარა ბავშვების გამოსდა დღენაკლობას ხომ მოგეხსენებათ ძალიან დიდი ნიშნა. ეხლა ამ ბავშვების გადარჩენა ხდება და არის ვთქვათ სტატისტიკურად შეიძლება გამოვლინდეს ესეთი ბავშვებში მოტორული დარღვევები. აი ეპილეფსიასთან მიმართებაში გააჩნია ქვეყნის განვითარებას დონეს. მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში, სადაც არის განვითარება, ეპილეფსია იზრდება მოზრდილებში და მცირდება ბავშვებში. რადგანაც აი მოზრდილებში მაგალითად უფრო მეტად არის ახლა განვითარებული და შესაძლებლობა, რომ ინსულტის შემდგომ გადავარჩინოთ ეს პაციენტი, მაგრამ შესაძლოა ამან მოგვცეს და გვიტოვოს გარკვეული ცვლილება თავის ტვინში, თუმცა აი ბავშვთა ასაკში, როდესაც არის მედიცინა დაფუძნებული პრევენციაზე, როდესაც არის დაფუძნებული დედის ჯანმრთელობაზე, ესეთი დაავადებები, რა თქმა უნდა, მცირდება. აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელ დაავადებაზე ვსაუბრობთ, ეს არის გენეტიკური, ეს არის თქვათ გარემო ფაქტორებით განპირობებული, მაგრამ ზოგად ჭრილში აი ესეთი არის მიდგომა. ქალბატონ გვანცა ძალიან ესეთი ფართოვცელი თემა მიმართულებით შეგვიძლია ჩვენ უსასრულოდ ვისაუბროთ. ვფიქრობ ერთი ეთერი არ ეყოფა და მაინც მგონია რომ მთავარი გზავნილები მიღებული აქვს შესვენელს და მაყურებელს და ეს ერთი წუთი დაგვრჩა რომ შევაჯამოთ. მაინც ვფიქრობ რომ პრევენციის მიმართულებით რას ეტყოდით თუნდაც მომავალ მშობლებს, ორსულ ქალბატონებს, რომლებიც დედები უნდა გახდნენ. დიახ, ქალბატონებს პირველ რიგში ვისურვებდი, რომ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ეს ძალიან დაბალია და ამაზე მიდის საუბარი. და ვეტყოდი და ვისურვებდი, რომ რა თქმა უნდა, ვთქვათ, სანამ გეგმავთ ამ ყველაფერს უნდა იყოს დედა გამკვლეული, სხვადასხვა დაავადებებისგან, ვთქვათ, რომ იყოს გამორიცხული. თვითონ ორსულობის პერიოდში სტრეს ფაქტორების შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც მივდივართ იქით, რომ უცლად ყოფნის პერიოდში, ეს არის ანტენატალური პერიოდი, ან მშობიარობის პერიოდში, ვთქვათ, არ გქონდეს რაიმე სახის გართულება, რომ დამატებით არ მოხდეს ჯანსაღი ბავშვის, ვთქვათ, დაზიანება, ხო, რა თქმა უნდა, ეს ამიტომ დედის პრევენციაზე გავაკეთოთ აქცენტი, თქვენ აღნიშნეთ და ჩვენ ვისაუბრეთ ინფექციურ დაავადებებზე, აი აცრებთან მიმართებაში არის და ესეთი პოზიცია, რომ თქვათ, არის ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ და მოგეხსენებათ, არის გარკვეული დაავადებები, რომლებიც აცრის გარეშე შეუძლებელია, რომ რაღაცა, თქვათ, გადავრჩეთ ისე, რომ არ გქონდეს ინვალიდობა ან ძალიან მძიმე შედეგზე და ამაზეც ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული, რომ შემდგომ უკვე ჯანსაღ ბავშვთან მიმართებაში ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ არ შევაფარხოთ, ვთქვათ, ეს მეტყველება, მივყვეთ ამ რეკომენდაციას, არ დავარღვიოთ ქცევა, ძილი, აქ უკვე მშობლის როლი არის ძალიან დიდი და მოგეხსენებათ, არის წყაროები ეცნობიან და უნდა ვიყოთ ჩართულები, უნდა ვიზრუნოთ ბავშვებზე, რომ არ მოხდეს მათი დაზიანება, პოსტტრაუმული დაზიანებები იწვევს, ხო, ვთქვათ, ნერვული სისტემის დაზიანებას, ანუ უნდა იყოს როგორც დედა, ასევე ბავშვის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ძალიან მაღალ დონეზე დაცული. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო და საჭირო საუბრისთვის. გისურვებ წარმატებებს და გელოდებით სიახლეებით. ჩვენი სტუმარი იყო ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი გვანცა არვილაძე. ჩვენ ვისაუბრეთ ბავშვთა ნევროლოგიური განვითარების პროცესში, ბავშვთა ნევროლოგიურ პრობლემებზე. ყველა ბავშვს ვუსურვებთ ჯანმრთელობას. მადლობა, რადიო იმედი სტილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას, მალე დაგიბრუნდებით.